როგორ უნდა მოვექცეთ ადამიანს, ვინც უხეშად გვესაუბრება ან ხელით გვეხება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აი წეგან ხო ამბობდა ერთ-ერთი ბავშვი, ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო. შენ თუ ეცდები, რომ სიკეთით უპასუხო, ის შერწყება, აი ადამიანს ყველა სინდისი აქვს. შერწყება და მერე ისიც შენს მიმართ სიკეთით შემოbrunდება. მაგრამ შენ თუ სამაგიეროს გადაუხდი და შენც უხეშად ეტყვი, ის არ შეიცვლება. ყინული სიცივით ხო არ გალღვება. ყინური ხო სითბოთი გალღვება. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მისი გაყინული გული, რომელიც ესე უხეშად გვეუბნება. აი რაღაცნაირად უნდა სხვათა შორის დღეს წირვა რომ მორჩა, დღეს დილით წირვა იყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა და მე მყავს უფროსი ვაჟი 13 წლის და მოვიდა და ასეთ რამეს მეუბნება, რომ აიო თერმოსი ხო გაგგონიათ? ცხელ წყალს რომ ჩაასხავ და მოვიდა და მეუბნება, რომ ადამიანიო თერმოსს უნდა გავდესო. და როგორ მეთქი მე ხა თავიდან ვერ მივხვდი და როგორ დაიშეხე და ვიწყობა დააკვირდა რაღაცებს. რო ცივ ჰაერს რო შეუბერავ, თან წირვაზე ციოდა საკმაოდ იგათბობა არ არის და ცივ ჰაერს რო შეუბერავ, იქიდან ცხელი ჰაერი ამოდის. ანუ დააკვირდით თქვენს თერმოსებს. ადამიანს რო ცივ სიტყვას, უხეშ სიტყვას ეტყვი, იქიდან თბილი სიტყვა უნდა ამოდიოდეს მაინც. გესმით? შენ რო ვიღაცა უხეშად გეტყვის, შენ უნდა ეცადო, რომ თბილი სიტყვა დაახვედრო. თბილი სიტყვა თუ პასუხ და ნახავ როგორ შეიცვლება.